იცით თუ არა რომ შავი ფული და სიყვარული. შვილო, ქმრისგან რა სიტყვა? ფათი, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. ეს არ მოხდება. მაგრამ თუ დავშორდებით აინტერესებს რა გენდომება ოქროს სახლი თუ ფული. ამას გეკითხება. საჩუქარს გულისხმობს? თლადასი არა. რა მოვითხოვო? შვილო, ძალიან ლამაზი ხარ. შენი წონა უფრო მოითხოვე. ძალიან გამხდარი ვარ და დავზარალდები. ვიცი რაც უნდა მოვითხოვო. ჩემს მომავალ ქმარს ბრილიანტის ბეჭედი არ უყიდია. ბრილიანტის ბეჭედს ვითხოვ. დარწმუნებული ხარ შვილო? დარწმუნებული ვარ. მისი გული მე მეკუთვნის. რაც მინდოდა მივიღე. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ნილუფერხანი, ალაჰისა და მისი წინასწარმეტყველის, ასევე მოწმეების წინაშე, ადასტურებთ, რომ თანახმახართ ბულენთის ზეფათის სწოლად გახვეთ და ჭირსადელ ხინში მის გვერდით იყოთ. თანახმავარ. თანახმახართ? თანახმავარ. ფათიჰ ბეი, ალაჰისა და მისი წინასწარმეტყველის, ასევე მოწმეების წინაშე, ადასტურებთ, რომ თანახმახართ აჰმეთი სასული ნილუფერი, სწოლად შეირთოთ და ჭირსადელ ხინში მის გვერდით იყოთ. თანახმავარ. მოწმეებო, ვადასტურებთ. ალაჰმა გაბედნიეროთ. أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდი? თქვენ ალბათ კომისარი ფელინი ბრძანდებით. გამარჯობა, მე არდა სოლაკი ვარ. თანამდებობაზე ახლახან დავინიშნე. რა ხდება არდა? კარგად ხარ? აკადემია 2005 წელს დავამთავრე. თქვენ? ისევ დალიე? უაზროდ ლაპარაკობ. სავარაუდოდ ჩემი მაგიდა ეს არის. მაპატიეთ, დაბნეული ვარ. გაგიჟებაღა გაკლდა და ამასაც მოვესწარი. ვითომ დღეს გავიცანით ერთმანეთი. ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ, ცარიელი ფურცლიდან. ჯერ მეგობრები ვიყოთ. რა სიტყვე? ვითამაშოთ? გაგიჟდი? ერთხელ ჩვენს გავგიჟდეთ. თავიდან დავიწყოთ. ერთად ვიაროთ. იქნებ უკეთესი იყოს. ან არც იყოს. ამას დრო გვაჩვენებს. ვიცი, წუხელ ჩემთან იყავე. კომისარო, მოხვედით? ჩემს ადგილს დავიკავებ. ორი მოწმეა, ორივეს ჩვენება აქ არის. ახლა ვევნახავ. გამარჯობა. მუსტაფა, კრიმინალისტიკის განყოფილებაში გეძახიან. იქ რა მესაქმება, რატომ მეძახიან? მე რას მეკითხები, წადი და მათ კითხე, დროზე. ალი, თაიარის დარწმუნება შეძელე? არა. იმას გადაწყვეტილი აქვს. აჯობებს შენ დაგარწმუნა. შენი ძმა მართლა პრობლემებს გვიქმნის. აი ვახსენეთ და გამოჩნდა კიდეც. ომერი რეკავს. გისმენ? უკაცრავად გაწუხებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. რა ხდება? ის კაცი თანერაკჩალის საკანშირო მიჯდა. ჰალილი, თანერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. 12 აიარ დუნდარის საავადმყოფოში მუშაობდა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. მისმა ცოლმა მითხრა. თორმე მის ერთ-ერთ საავადმყოფოში 5-6 თვე მძღოლად მუშაობდა. 5-6 თვე დიდი დრო არ არის, შეიძლება უფროსი არც უნახავს ომერ. ეგ არაფერს ნიშნავს. ნიშნავს, ალი, ნიშნავს.
თონებას მომცემთ პროკურორს შევატყობინებ. ამის გამო პროკურორის შეწუხება არ ღირს ომერ. უფრო მყარი მტკიცებულება მჭირდება. ეს ღა გვაკლდა. რა თქვა? გაუგია თანერის მკვლელი თაიარის საავადმყოფოში რომ მუშაობდა. შენი ძმა დროს არ კარგავს უსეინ. არ ისვენებს. ხომ თქვი ყველაფერს ვაკონტროლებო? ხომ თქვი მე შევაჩერებო? წადი და შეაჩერე. წადი. მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ნორმალურად. ბევრი რამ შეგვეშალა. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. დღეს კინოში წავიდეთ. საღამოს სეანსზე ბილეთები ვიყიდე. თუ მოხვალ ბატიბუც დაგახვედრებ ფელო. გისმენ ომერ. ბურკილების გასაღები? კარგი, მოვალ. უკვე გამოვდივარ. კარგი. ბურკილების გასაღები რა უნდა, არა აქვს? ყოჩა ღარდა. ამ ქვეყნად ყველაზე ჯიუტი გოგო შეგიყვარდა. ვირივით ჯიუტი. რა? რამე მითხარი? რა? მგონი ვირი ახსენე. ხო. ალიმ რაღაც საბუთი მომცა. დავკითხულობდე. Le petit Olivier? სისულელის რომ აკეთებ ალბათ ხვდები. სულაც არა. თაიარდუნდარი ჩვენების მოსაცემად განყოფილებაში მოვა. იცი ძია თაიართან რამდენი ადამიანი მუშაობს? 1000-ობით. საავადმყოფოები მხოლოდ სტამბოლში კი არა, მთელ თურქეთში აქვს. შენგან პოლიციელი არ გამოვაელებ. ანალიტიკური აზროვნება არ გაქვს. თანაც გულუბრყვილო ხარ. ესე იგი ანალიტიკური აზროვნება არ მქონია. თუ ხვდები რამ მდგომარეობაში ვართ? სირცხვილია. ამერიკასა და ევროპაში ჩვენი სანაცვლოდ სტაჟს დაუკრავდნენ. ჩვენთან კი სირცხვილია არა? ამდენი სისულელი ცხოვრებაში არ მომისმენია. რა ხდება კომისარო ომერ? დახმარება გჭირდებათ? სამჟიმე ახსენ. რაღაც გაუგებრობაა, მაგრამ მოვაგვარებთ. აი თანამშრომელიც მოვიდა. პროკურორო, ნიშნულოვანი რამ უნდა გითხრათ? კარგი, კაბინეტში ვიქნები. ფელო გახსენი ჩქარა. ჩქარა. არ წახვიდე. ელიფ, რა მოხდა? ისი ახთა ვის ეკუთვნის დაადგინეთ? დიახ ბატონო პროკურორო. ერთ ამერიკელ ბიზნესმენს ეკუთვნის. 6 თვეა თურქეთში არ შემოსულა. კაპიტანი რას ამბობს ამ პერსონალი? არაფერს, კვირაში ერთხელ მიდიან და იახტას ამოწმებენ. შეიძლება ქალის მოდაცება ვიღაც სხვა მსადა. დაელაპარაკეთ? შეშინებულია. პროკურორო, ყველაფერი ცხადია. თაიარდუნდარმა მისი საყვარლის და თანერაგჩალის ურთიერთობის შესახებ შეიტყო. ქალი შუა ზღვაში ბედის ანაბარა დატოვა. თანერაგჩალს კი ციხეში მკვლელი შეუგზავნა და მოაკვლევინა. ეს ვარაუდია ომერ. ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება. ეს სერიოზული ბრალდებაა. პროკურორო, ჰალილ კაპლანის ცოლმა გითხრა, რომ მისი ქმარი თაიარდუნდარის საავადმყოფოში მუშაობდა. ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი ახლა საავადმყოფოს არქივშია და შესაბამის საბუთებს ეძებს. პროკურორო, თონებას მომცემთ თაიარდუნდარს დავკითხავ. ალირეს ამბობს. უფლებას არ გაძლევს. ასეც ვიცოდე. მომისმინე ომერ. როცა ასეთ ბრალდებას უყენებ, სერიოზული მტკიცებულება უნდა გქონდეს. ეს საკმარისი არ არის, სამხილი გჭირდება. მართალი ბრძანდებით. დიახ, მართალი ბრძანდებით, პროკურორო. სამხილს მალე მოვიპოვებ. უკაცრავად. წარმატებას გისურვებ.
ზიათ აიართან დაკავშირებით ომერ შენ ცეთახმები ფელინ. ეს დასაშვებად მიგაჩნია, რას ფიქრობ? ამაზე ლაპარაკი ადრეა ელიფ. არავინ იცის გამოძიება რას დაადგენს. ამ ეტაპზე ყველაფერი ვარაუდია, გასაგებია. შენ როგორ ხარ? არ დასგულისხმობ. რა ხდება? არ ვიცი. ყველაფერი რამდენიმე წუთში შეიცვალა. რა გითხრა, გაოგნებული ვარ. მეც არ ვიცი. კარგად მესმის. შენ რა გჭირს? სხვა დროს ვილაპარაკოთ. ჰელო, უმით საავადმყოფოს არქივში ჰალილ ქაფლანთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება დავავალე. პირადად გააკონტროლე. კარგი ნუღელავ, მე და არ დამივხედავთ. მადლობ. ელიფ, წავედი, ნახვამდის. სინიორინა, საქმეს მოგაცდინეთ. ფირმაში წაგიყვანო. თან ვილაპარაკებთ. ოფისში მისვლას აზრი აღარ აქვს კომისარო. ლევენტი მომაკითხავს და სახლში ვიმუშავებთ. შვენიერია. არაჩვეულებრივი. ხედავ ლევენტ ბეი ნელ-ნელა გიახლოვდება. იმედია კარგი ამბავი მომიტანეალე. ჰუსეინს ელაპარაკე? ჰუსეინთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ესე იგი თავის ასარიშლის დაარნებდება, არა? სხვა რამის სათქმელად მოვედე. ისევ ომერე? ო, ჰალილთან დაკავშირებით ინფორმაცია მოუძიებია. გადაწყვეტილი აქვს საქმეს ბოლომდე ჩახვეს. ინფორმაცია მოიძია და საქმის გახსნამდე არ მოისვენებს. მალე ჰალილსაც ნახავს. თუ ალაპარაკა, ჩვენი საქმე წასულია. როგორ მოიქცეთ? რას მირჩევ? ვიდრე დამინახავენ წავალ. არ წახვიდე. ნეტა შემეძლოს ხელი ჩაგდიდო და ჩემს სახლში წაგიყვანო. დაგპირდი, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები მეთქი. დაგავიწყდა? თუ ასეა, მე შენ გვერდით უნდა ვიყო. ამას თუ ატარებ, ვიგრძნობ, რომ ერთად ვართ. შენ რომ გინდა იმ ბეჭედსაც გიყიდე. თუ არსებობს ქვა, რომელიც შენ სილამაზეს დაჩრდილავს, გიყიდი და შენი იქნება. მაგრამ არც ერთი ბრილიანტი ამ გულსაკითხზე ღირებული არ არის. ასეთი მეც მაქვს. ეს უბედურებისგან დაგიფარავს. ჩვენი სიყვარულის მცველი იქნება. ჩემო ლამაზო. თუ არ მოიხსნი და გამუდმებით გულით მატარებ, თავს კარგად ვიგრძნობ. ნილუფერ. როგორ ხარ? მერტ, ძალიან მწუხარ, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. გისმენ. რომ მეთქვა მარტო ყოფნა მინდა მეთქი უფლებას არ მომცემდი. ამიტომ გავიქეცი. ნილუფერ. კმარა, ჩემს მოტყუებას ნუცდილობ. მიზეზიც არ მაინტერესებს. იმიტომ გელოდებოდი, რომ სახლში ერთად შევიდეთ. არ მინდა მამამ გაიგოს. ასე კარგად რატომ მეკცევი?
რას აკეთებ? უნდა ვილაპარაკოთ. ელიფ, კარგი გაწყენინა. უხეშად ვილაპარაკებოდე. თუ სამაგიეროს გადახდა გინდო და მიზანს მიაღწია. მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის. ელიფ, რა გაწუხებს? არაფერი ომერ. ჩემგან პასუხს ელოდებოდი და მეც გიპასუხე. რა ვიფიქრო? ადრე მატყუებდი თუ ახლა? გთხოვ, გამიშვი. ელიფ, გთხოვ. კარგი, როგორც გინდა. დაგიყვან. არა, საჭირო არ არის. აქვე ვცხოვრობ. კარგი. კარგი. როგორ ხართ ბავშვებო? უნივერსიტეტში იყავით? ლექციების შემდეგ მედანილում გავისეირნეთ. დიახ, ამიტომ დავიგვიანეთ. კარგია, კარგი. გაერთეთ, ისეირნეთ. წამოდით. სადილი მზადაა. მე ვერ ვისადილებ, უნდა გამოვიცვალდო და წავიდე. დროებით, მამა. ნახვამდის შვილო. გისმენ, მოხდა რამე? მოხდა. თანაც კარგი არაფერი. შემთხვევის ადგილი მითხარი და ახლა ვეწავალ. რა ხდება, ჰუსეინ, დამცინი? ეს რას ნიშნავს? ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. კარგი, რადგან ასია შეგახსენებ, რომ ომერი პროკურორს შეხვდა, თაიარ დუნდარმა კი ყველაფერი შეიტყო. მართლა? არ ვიცოდე. ჰუსეინ, რამე უნდა ვიყონოთ? მე თამაშიდან გავედი. თანაც დიდი ხნის წინ. გირჩევ, ამ საკითხზე აღარ დამელაპარაკო. გასაგებია? რადგან ომერის გათავისუფლებას აპირებთ, მას მე დავიცავ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. ნაგავე. ხელზე რა გჭირს? სერიოზული არაფერი. სათხარ მთელი დღე. ისევ გავუჩინარდე. რომში გამგზავრებას ვგეგმავ ბიძეა.
ხომ ამბობდი ყველაფერი მზად არისო. მზად არის, მაგრამ გუნდი გადავახალისე. ახალი თანამშრომლები ავიყვანე. თავი უნდა დავიზღვია. ძველებს რას უწუნებდი? ხომ ამბობთ ახალი სისხლის სასარგებლოა. გავითვალისწინე და ძველი ახლით შევცვალე. უფრო გავძლიერდები. არ მეთანხმები ბიძია? კარგი, ასე იყოს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ვიდრე არ გეტყვი ნორაფერს მოიმოქმედებ. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. ეს რა არის ბიძია? ჰალილი უნდა მოვეშოროთ, სასწრაფოდ. ბიძია ჰალილის ანდოკაცია სიტყვაც არ დასწდება. მაგრამ რომელიმე კარგმა პოლიციელმა რომ აალაპარაკოს, ყველაზე ნაკლებად ადამიანებს ვენდობი მეთინ. ეს არ დაგავიწყდეს. ამჯერად გაცილებით იოლი იქნება. რამდენიმე წუთში დაადუმება. ეს საქმე აუცილებლად უნდა მოაგვარო. ჰალილმა არ უნდა იცოცხლოს. შენგან კარგ ამბებს ველოდები მეთინ. სინიორინა, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ მე შენი სიმართლით და შეცდომებით შეგიყვარე. ყოველ დღეს სულ უფრო მეტად მიყვარდები. ვფიქრობ, ნიუ-იორკის საუკეთესო არჩევანია. ელი, პროდის მოხოდი? ცოტა ხნის წინ. გამარჯობა. გამარჯობა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. ლევენტ ბეი ბრძანდებით, არა? დიახ, ასლიხანი. ნუ დაიძაბები. ამჯერად კარგად ვარ. პრობლემებს არ შეგიხმნით. საღამომშვიდობის. გამარჯობა. მე და ლევენტი მამაკაცების კოლექციაზე ვმუშაობთ. შესანიშნავია. მე შემოგიერთდებით. თუ არ შეგაწუხებთ, რა თქმა უნდა. რას ბრძანებთ? რა შეწუხება აქვს, გთხოვთ? რადგან ასეა კაბინეტში გადავინაცვლოთ. გულია, ჩაი ან ყავა მოგიმზადე, ახლავე. ბაჰარ, არ მოიწყინო. მელიქე, რამე მომიტანე? დროზე. საღამომშვიდობისა. ჩემი ძამიგოც მოვიდა. მოდი მოგეხვიე, მოდი. რომ იცოდე როგორ მომენატრე. რა ხდება? ნასვამი ხარ? რადგან გეფერები კი არ უნდა გამითამამდე. ძმას რომ მოვეხვიო, აუცილებლად მთვრალი უნდა ვიყო. დღეს სხვანაირი მეჩვენები, მაგრამ კარგი. კითხვებით აღარ შეგაწუხებ. კარგ გუნებაზე ვარ. 1000-ში ერთხელ მეც რომ გავიხარო არ შეიძლება? რა თქმა უნდა. მოდი, მოდი. დღეს უნდა დავლიოთ. სამუშაოც რომ გქონდეს გადადებ. არ მაინტერესებს. ომერის არ ვიცი, მაგრამ შენმა გადაწყვეტილებამ მე და დედა შენს ბოლო მოგვიღო. ძალიან დავიღალეთ. ადრე რომ გაგეფრთხილებინეთ, ასე არ ვიჩქარებდით. რომელი ერთი მოგვესწრო, აღარ ვიცოდით. არ მომწონს რომ ბუზღუნებ მელიქე. ვიცი გიჭირს, მაგრამ სადე მაინც. წუწუნი არ გიხდება. ამ დროს საშინლად გამოიყურები. რა იყო? 20 წელია ვჩხუბობთ. ერთმანეთს ასე ვეფერებით ხოლმე. მოდი დავლიოთ. საღამომშვიდობისა. ეს ვინ გვესტუმრა? მოდი თურფან, მოდი. როგორ ხარ ნათლია? კარგად, შენ როგორ ხარ? გაიზარდა თუ მეჩვენება? გაიზარდა. როგორ ხარ? როგორ ხარ ძმაო? კარგად შენ? ნახე საზიც მოუტანია. ძალიან კარგი, ფეხზე რა ვდგავართ, დავსხდეთ. აქეთ მობრძანდით. ძმაო, აქეთ დეჯექი ხომ უნდა იმღერო?
კარგია რომ მოხვედით ფერჰად. ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა. დღეს უნდა დავთვრეთ. დილამდე არ უნდა დავიშალოთ. რა სიტყვით ანახმა ხარ? ძალიან კარგი. სწორედ ეს მჭირდებოდა. ძმა იმისთვის ყავს, რომ დარდი შეგემსუბუქოს. სხვა რა შემიძლია. ბატიბუტი შენთვის იყიდე? საცობები იყო, დამაგვიანდა. შევიდეთ? მეხუთე დარბაზია. ეს რიგია. არ ვიცი ბატიბუტი გიყვარს თუ არა, მაგრამ მაინც ვიყიდე. ოღონდ მარილიანია. საოცარია. ერთმანეთი ახლახან გავიცანით, მაგრამ ჩემს აზრებს კითხულობ. ჩვენ ხომ თანამშრომლები ვართ. პატარა ადექი საუზმე მზად არის. ემრე. რამძინა რა ხარ? არ გესმის? პარდონა, პაპატია, მაგრამ გონი ზედმეტი მოგდის. ამას ხედავ? კარგი, მაპატია. გმადლობ. Alçak ceviz dağları, sıva beyaz kolları. Kız nereden geleyim, hep sarmışlar yolları. Sağına da gel. Hadi yavrum dön dolaş yine bana gel. გაგვიმარჯოს. მადლობთ, კარგი იყო. გაიხარე. საზის ხმამ სული ამიფორი აქა. Adamın yerini deliyor. Abi şimdi senden bir parça ერთი სიმღერა რომ გთხოვო ხომ არ გამიბრაზდები. izler misin? შენ ოღონდ მთხოვე ძმაო. დილამდე არ გავჩუმდები. შენ უარს როგორ გეტყვი უმერ. მითხარი რა გინდა. Dayanam. დარდიან სულს მოამიტირებთ. დაუგარით უფრო, აყვები. ოპასუხოს, ცოტა შენს დაისვენე. სათქმელი უკვე გითხარი, რატომ მირეკავ? მაგრამ პასუხი არ გამიცია, ჰუსეინ. შენთვის საჩუქარი მქონდა, მოცემა და მოვიწყდა. ახლავე მოგართმევ. სიბილს იქ რა უნდოდა? ჩემი ძმის საცოლის მოსაკლავად განზრახ გამგზავნე? საქმეს ომერი იძიებს. როგორ ფიქრობ, ვიდრე საცოლის მკვლელს არიპოვის დამშვიდდება? გგონია საქმეს გაუხსნელს დატოვებს? ომერს არ იცნობ. ის ძალიან კარგი პოლიციელია. წასულია ჩვენი საქმე.
დავიღუპეთ, გესმის? შენი დუმილით თუ ვიმსჯელებთ იცი რა საჩუქარს გულისხმობ ჰუსეინ. დილით გელოდები. იმავე დროს და იმავე ადგილას. მოდი ვილაპარაკოთ. გეყოფა ამდენი ლაპარაკი, მოდი. კომშვიდობა. ბანკიდან დარეკეს. სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით. სულ გაგიჯდნენ. გავუთიშე. ასეთ დროს? თუფან დაუგარე. ძმამ უნდა მიმღეროს. Petit Olivier. Değmen benim gamlı yaslı gönlüme. Değmen benim gamlı yaslı gönlüme. Ben bir selvi boylu yerden ayrıldım, 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 vay. Ben bir selvi boylu yerden ayrıldım, 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 vay. Evvel bağban idim dostun bağında, evvel bağban idim dostun bağında. Talan vurdu hayvanlardan, ayrıldım, 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 vay. Talan vurdu hayvanlardan, ayrıldım, 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 vay. Gibi gökyüzünde gezerken, turna gibi gökyüzünde gezerken, baykuş gibi bir an yurda konarken, 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 vay. Baykuş gibi yurda konarken, 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 vay. Çok ağladım Mecnun gibi çöllerde, çok ağladım Mecnun gibi çöllerde. Ferhat gibi şirin ayrıldım, ayrıldım, ayrıldım ya. Ferhat gibi şirin yardan ayrıldım, ayrıldım ya.
შესანიშნავი საღამო იყო. მადლობ. ხო, ფილმიც კარგი იყო. ხავა არ დავიმსახურე? ის კექსიც გექნება მე რომ მიყვარს. მაქვს, გუშინ გამოვაცხვე. ჩვენიერია. უკაცრავად. საით? კექსის საჭმელად და ყავის დასალევად. სახლში მეგობრების გარდა რომ არავის ვეპატიჟები. ჩვენი ურთიერთობა ჯერ გაურკვეველია. ასე რომ აპატიე. გამემშვიდობის. კარგად. როდის გაირკვევა კომისარო? არ ვიცი, ნახოთ. ჰელინ. ბავშვივით იქცევი. ბავშვივით ჩენი ქცევი არ და გამემშვიდობის. ჯანდაბა. გამომართვე. ეს არ გინდოდა? შენი იყოს. ოღონდ ჩემს მას არ გაეკარო. არც ჩემს ოჯახს. მე კი ყველა იმ სიბინძურეს დავივიწყებ, რაც შეგიდენია. თავს მოვიკატუნებ, რომ არაფერი მომხდარა. შევთანხმდით და ერდუნდარ. ცხოვრებაში ყველაფერს ვერ იყიდი, ჰუსეინ ეფენდი. აი თუნდაც ეს ალმასები. ალმასები რომ მადარდებდეს, არც მოგცემდი. აგრიფე და წაიღე. მიდი. ძალიან ურჩი გახდი, ჰუსეინ, ძალიან ურჩი. თუ დამეხმარები, შენი ძმა პოლიციაში აღარ იმუშავებს. მაგრამ შენ არ დაგკარგავს. იქნებ ომერს სამსახურის დათმობა ერჩივნოს იმის გაგებას, რომ ძმა მუღალატა. პატიოსანი ბიჭია, ძმის ღალატს ვერ დაივიწყებს. შეუძლებელია დაივიწყოს, ჰუსეინ ეფენდი. არ მეთანხმები? ეს შენი გასამრჯელოა. ხომ ხედავ ყველაფერი წინასწარ გადაგიხადე, ჰუსეინ ეფენდი. სანაცვლოდ კი, მე უნდა მემსახურო. იმას გააკეთებ, რასაც გიბრძანებ. გაგიმართლა, ჰუსეინ ეფენდი. სამსახურის სიკვდილამდე გარანტირებული გაქვს. გასამრჯელოც მაღალია, არა? ახლა წადი და ის გააკეთე, რასაც ალი გეტყვის. შენი ძმა კი გზიდან ჩამომაშორე. არ გაბედო, ჰუსეინ, გულშიც არ გაივლო.
რამდენი გელაპარაკე, მაგრამ ვერაფერი გაგაგებინე. მე შენი დაცვა მინდა. შენ კი შეცდომაზე უშვებ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.